რა თქმა უნდა, არც ერთი წამით არ მიფიქრია, რომ მე რა წამიყვანდა საერთოდ სახლში, ხო? ანუ ის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ზვიადი ჩემი მეგობარიც არის და მეგობარი კი არა, მართლა ოჯახის წევრი არის ეს ადამიანი ჩვენთვის და მეც თავისთავად ცხადია, რომ ეს უსამართლობის გრძნობა მქონდა, მაგრამ მეორე ფაქტორი ასევე მნიშვნელოვანი ჩემთვის რაც იყო, რომ ვერავითარ შემთხვევაში ძმას ვერ დავტოვებდი მარტო. ფიზიკური გამძლეობის თვალსაზრისით აქ ყოფნა არის საკმაოდ რთული, იმიტომ რომ ცივა არის მუდმივი მოძრაობა ტრაილერების და არის ხმაური გაუჩერებლად, არის საშინელი მტვერი, მაგრამ იცი როგორ არის, აი რაღაცნაირად რაღაც არის, რაც გაძლებინებს და ეს ემოციური ნაწილი, რომ შენ იცი, რომ სწორ საქმეს აკეთებ, იცი, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად არა მარტო პირად ურთიერთობებში, არამედ რაღაც აი საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ეს სოლიდარობის გამოხატვა, ერთმანეთის მხარდაჭერა და გაძლიერება, აი ეს შეგრძნება რაღაცნაირად გაძლებინებს, აი ამ რთულ მომენტებს გადაგატანინებს ხოლმე.